ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში რა ჩვენება მისცა გონჩა ვანაძემ. გონჩა ვანაძემ სასამართლოს მისცა ასეთი ჩვენება, ესე მოსამართლე კითხვას უსვავს მას და გონჩა ვანაძე პასუხობს მინდა ჩაგიკითხოთ ციტატა მისი ჩვენებიდან. ვინაიდან აქციის წევრების ნაწილი გახდა აგრესიული და პოლიციელებს აყენებდა როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ჩვენ გადავწყვიტეთ საპოლიციო მოქმედებების სამართლებრივი რეაგირებაზე გადასვლა. ეს სტილი მისია და ამიტომ სიტყვასიტყვით ასე წერია. როდესაც დაკავდა რამდენიმე პიროვნება აქციის მონაწილე. აღნიშნული დაკავების დროს ქალბატონი მზია ამაღლობელი ხელს უშლიდა პოლიციის თანამშრომლებს დასაკავებელი პირების დაკავებაში და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. რა დროსაც მე მივიღე მისი დაკავების გადაწყვეტილება, თუმცა ვინაიდან ეს იყო ის მომენტი, როდესაც მიმდინარეობდა დაკავებები და ძალიან რესურსებს მოითხოვდა და რამოდენიმე პირი ყავდა დაკავებული და ეს დაკავებები თავისთავად მოითხოვდა, აი ეს ეყვება, გადადიოდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში, აღნიშნული შემდეგ რამდენიმე წუთში მზია ამაღლობელი ვნახე ადმინისტრაციული ორგანოს მიმდებარედ, სადაც იყო აქციის მონაწილეებისგან განცალკევებით. რა დროსაც მივიღე მისი დაკავების გადაწყვეტილება იმ სამართალდარღვევაზე, იმ წინააღმდეგობაზე, რასაც პოლიციის თანამშრომლებს სხვა პირების დაკავების დროს უწევდა. შესაბამისად მე მოვახდინე მისი დაკავება. შემდეგ მოსამართლე ეკითხება მას. კონკრეტულად რა ადგილზე მოახდინეთ მისი დაკავება, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ. ბატონი ვანაძე პასუხობს უშუალოდ ადმინისტრაციული ორგანოს მთავარ შესასვლელთან. შემდეგ მოსამართლე კიდევ ეკითხება, დაკავებისას ვინმე ეხმარებოდათ, მარტო დააკავეთ, წინააღმდეგობას გიწევდათ დაკავებაში? ბატონი ვანაძე პასუხობს, იმ მომენტში თვითონ წინააღმდეგობას არ წევდა, როგორც მოგახსენეთ, მანამდე რამოდენიმე წუთით ადრე სხვადასხვა პირის აქციის მონაწილეების დაკავებებში უწევდა პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობას. აღნიშნულ ფაქტზე დავაკავე რამოდენიმე წუთში, როდესაც ის იმყოფებოდა აქციის მონაწილეებისგან განცალკევებით უშუალოდ მთავარ შესასვლელთან ადმინისტრაციულ ორგანოსთან. ეხლა ბატონი ვანაძის ამ ჩვენებიდან ყურადღება მიაქციეთ ორ გარემოებას. პირველი ის, რომ ამბობს, რომ დავაკავეთ, იმიტომ რომ წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას სხვა პირების დაკავებაში და ამის დამადასტურებელი ვიდეო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგინა ეხლახანს გაჩვენეთ, რომელიც აბსოლუტურად სხვა დროს არის გადაღებული და სხვა მოვლენებს ასახავს, ეს ერთი. და მეორე ყურადღება მიაქციეთ, რომ ბატონი ვანაძე ამბობს, რომ ერთი წინააღმდეგობას უწევდა, ამიტომ დავაკავეთ და მეორე მე დავაკავე თავად ადმინისტრაციული ორგანოს მთავარ შესასვლელთან. არაერთხელ გაიმეორა ეს, მიუხედავად იმისა, რომ მას აჩვენეს ის ვიდეო კადრი, სადაც ბატონი ბესელია აკავებს მზიას სტიკერის რაკულის გამო. ამიტომ ეხლა მინდა მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რამდენად სიმართლეს საუბრობს ბატონი ვანაძე, სად იმყოფებოდა საერთოდ ამ დროს, როდესაც მზია ამაღლობელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. თუ შეიძლება მეორე ვიდეო ვაჩვენოთ. აღარ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ის ყველა ვიცით, ხელს როგორ კიდევს ბატონი ბესელია და როგორ მოყავთ ჭიშკრამდე. ეს უკვე ჭიშკრამდე მოვიდნენ, ის ბატონი ბესელია, აი გოჩა ვანაძე და მიადევნებთ თვალი გოჩა ვანაძეს. ნახეთ, გაჩერდა კარებში, ამასობაში მზია გააგრძელა გზა და პოლიციელებს მიყავთ. გოჩა ვანაძეს მიაქციეთ ყურადღება. ეხლა გამოჩნდება ისევ გოჩა ვანაძე, აი ეს არის გოჩა ვანაძე. ამ დროს აი მზია ამაღლობელი უკვე არის აი აქ. პოლიციელებს მიყავს დაკავებული მზია ამაღლობელი, გოჩა ვანაძე გავაჩეროთ კადრი, ერთობა ტელეფონით. აი აქ. ამ პროცესის არაფერში არ მიუღია მონაწილეობა, აბსოლუტურად შემოვიდა და ერთობა ტელეფონით და აქვე ისმის გავაგრძელოთ ხმა ბატონი ბებუაზის, არც ის არ აინტერესებს, დავაკავეთ 150,000 მუხლით
სახელმწიფო შენობაზე. ამასობაში განსხვავდა პოლიციელებმა მზია შეიყვანეს. აი ასეთ სიხალვეებს დგას ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მზია წინააღმდეგ და რატომ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეს სიხალვეები ამ საქმეში. ამ საქმეზე და ამ საქმის სიხალვეებზე დგას მზიას პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეში. ანუ მოსამართლე დღემდე მის ხანგრძლივ უკანონო გაუსაბუთებელ პატიმრობას ამართლებს და ასაბუთებს იმითი, რომ მზიამ თურმე მანამდე ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თურმე წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს, თურმე შეურაცხყოფას ანებებდა პოლიციელებს და ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ასე ვთქვათ, საფუძვლად უდევს მზიას ადმინისტრაციულ პატიმრობას. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ მედიისთვის იმის დემონსტრირება, რაც ვიზუალურადაც კარგად ჩანს, რა სიყალბეებზე დგას ეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმე და როგორ არის მიცემულები ფალსიფიცირებული. მნიშვნელოვანია, რომ ხვალ იხილავს ამას ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, ყველა ეს მიცემულება წარდგენილია სააპელაციო სასამართლოში, ასევე დაცვა მიმართა შუამდროულობით, რომ სხდომა ზეპირი მოსმენით განიხილოს, ვინაიდან დაცვას მიეცეს შესაძლებლობა მტკიცებულებების დემონსტრირების ესე წუთობრივად ამ ვიდეო კადრების თანხვედრის. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, სიმართლე გითხრათ დიდი იმედები არ ამაქვს, თუმცა ამავდროულად ჩვენ მიმართავთ ასევე გენერალურ პროკურორს და მოგითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება არაერთ სიყალბესთან დაკავშირებით და დაიწყოს არა მხოლოდ გამოძიება, არამედ სისხლის სამართლებრივი დევნა, როგორც ბატონი ვანაძის, ასევე ყველა იმ პირის წინააღმდეგ, იმ საპოლიციო მოხელის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმეში, მათ შორის მათ წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობდა აი ამ მტკიცებულებების შეგროვებასა და ფაბრიკაციაში და დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, ეს რა ხლავს 352 მუხლით, ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ეს არის მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ცალკე მუხლით ჩვენ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეებზე და ასევე სრულჩვენება 370 მუხლით. ასევე საჯაროდ მიმართავთ გენერალურ პროკურორს, რომ უმოკლეს დროში გვაცნობს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ვინაიდან მზია ამაღლობელის პატიმრობა, როგორც გითხარით, დღემდე ეფუძნება სწორედ ამ რაყალდებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას, რომლის სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებებით წარმოგიდგინეთ